წვიმიან და ცივ ამინდებს განსაკუთრებით უხდება წვნიანები და დღეს ჩვენ მოვამზადებთ ძალიან გემრიელ და სასარგებლო არტალას წვნიანს. ეს არის ძროხის წინა ბარკლის დაბლითა ნაწილი. აი ეს მსხვილ ნაჭრებად არის დაჭრილი, ძვლიანი ნაწილია. კარგად გავრეცხოთ და მოვათავსოთ დიდ ქვაბში. სანამ მე ამას ვამზადებ, თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ. დავამატოთ 1 თავი ხახვი, დაფნის ფოთლები, პილპილის მარცვლები, ნიორის რამოდენიმე კვილი და მწარე წიწაკა გემოვნებით. დავასხათ ბევრი წყალი, მთლიანად შევავსოთ წყლით, უმჯობესია ხარშვასი წყლის დამატება არ დასჭირდეს. შემოვდგათ ცეცხლზე, დავაფაროთ და დაველოდოთ გაცხელებას. გაცხელებასთან ერთად დაიწყებს ქაფის მოგდებას, ქაფი უნდა მოვხადოთ, სანამ ადუღდება, უნდა ამოვასუფთავოთ ქაფისგან. ადუღების მერე ქაფი არ უნდა ჩაგვიბრუნდეს. როგორც კი ადუღდება, დავახუროთ თავსახური და ვხარშოთ საშუალო ცეცხლზე მზაობამდე. მზაობას განვსაზღვრავთ, როცა აი ასე ძვალი უკვე თავისუფლად სცილდება ხორცს. გადმოვდგათ და ხორცები ამოვალაგოთ გაშლილ თეფშზე. დიდი ძვლებისგან, ამ უზარმაზარი ძვლებისგან განვათავისუფლე, რა თქმა უნდა. წვენი კი აუცილებლად უნდა გადავწუროთ, რადგან თან გაჰყვება ეს ხახვებიც, პილპილის მარცვლებიც და რაც მთავარია, ეს ძალიან წვრილი ძვლები, რომელიც პატარა ბავშვებისთვის საშიშია წვნიანს როცა ჭამენ. და ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი ესენი წვნიანში იმყოფებოდეს. ხორცის ნახარში მივაბრუნე ქვაბში, თავიდანვე ბევრი წყალი მიტო დავასხით, რომ საკმარისი წვენი გქონოდა. ჩავალაგოთ შიგ ხორცები, დავამატე არასავსე 1 სუფრის კოვზი მარილი, მარილს ვამატებთ გემოვნებით. შემოვდგათ, რომ ისევ ადუღდეს. სანამ ხორცი იხარშებოდა, მე უკვე მოვამზადე კარტოფილი და სტაფილო. აქვე მაქვს 3-4 სუფრის კოვზი გარეცხილი ბრინჯიც. წვანილებსაც ახლავე დავჭრი, ძირითადად მაქვს ქინძი და ცოტა ოხრახუში. ნიორი ძალიან უხდება, აი ასე ავურევ ერთმანეთში მწვანილებს და ნიორს, ამათ ბოლოში გადმოდგმის წინ დავამატებ. ეხლა კი როგორც კი ადუღდება წვნიანი, დავამატე ბრინჯი, ვამატებ მაშინვე კარტოფილს და სტაფილოსაც. დავაფაროთ და ვხარშოთ საშუალო ცეცხლზე, სანამ კარტოფილი არ მოიხარშება. ხარშვის პერიოდში მარილად დავაგემოვნოთ და მარილი და სიმწარე გაუკეთოთ გემოვნებით. როგორც კი კარტოფილი მოიხარშება, ვამატებთ მწვანილებს და მწვანილების დამატებასთან ერთად მაშინვე გამოვხდათ. ჩვენი წვნიანი უკვე მზად არის. როგორც უკვე ვთქვით, ძალიან უხდება წვიმიან, თოვლიან და ცივ ამინდებს. სუფრაზე, რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი უნდა მივიტანოთ. 2 ნახატი არ დაგავიწყდეთ, მე კი ეს წითელი ახლად დაყენებული ღვინო მაქვს. მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით. ქართულ სუფრას და ქართულ მიწაწყალს არაფერი შეედრება. დროებით გემშვიდობებით და წვნიანების სეზონს გახსნილად ვაცხადებ.